მორჩილების ძალა. ერთმა დიდგვაროვანმა ჭაბუკმა მთელი თავისი ქონება ღატაკებს დაურიგა და მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. მას მშვენიერი საერო განათლება ჰქონდა მიღებული და ამიტომაც მონასტერში ასეთი მორჩილება დაევალა. საღვთისმსახურო წიგნები უნდა გადაეწერა. მონასტრის წინამძღვარი ძალიან ხშირად საუბრობდა მასთან, რის გამოც საძმოს დანარჩენი წევრები დრტვინმამ მოიცვა. სამმა ყველაზე პატივცემულმა ბერმა გადაწყვიტა გაეგო თუ რით დაიმსახურა ამ ახალგაზრდამ მონასტრის წინამძღვრის გამორჩეული დამოკიდებულება. ამბამ მდუმარედ მოისმინა მათი საყვედური და თავისი მოწაფეების სენაკები შემოატარა. თითოეულ სენაკთან ჩერდებოდა, კარზე აკაკუნებდა და ერთი და იმავეს იმეორებდა. ძმაო, სასწრაფოდ გამოდი, მე შენ ძალიან მჭირდები. არ ამჩქარობდა კარის გაღებას, რადგან ერთი ამ დროს ფსალმოს გალობდა და არ უნდა ლოცვა შეეწყვიტა, მეორე ბაგეზე ლოცვით სკვნილს წნავდა და ხელნაკეთის გაფუჭება ეძნელებოდა. ბოლოს გადამწერის კელიას მიადგნენ. მოძღვარმა მხოლოდ ერთი სიტყვით მიმართა, ძმაო, და კარზე ფრთხილად დააგაგუნა. კარი მაშინვე გაიღო და მის ზღურბლზე შეშფოთებული გადამწერი გამოჩნდა. მაშინ წინამძღვარმა სამივე ბერს მიმართა. აბა მითხარით, სათხედავთ ჩემს დანარჩენ მოწაფეებს. წინამძღვარი გადამწერის კელიაში შეუძღვა ბერებს მაგიდიდან რვეული აიღო და თავისი მოწაფის დაუსრულებელი ნაწერი აჩვენა. აბა შეხედეთ, როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა, მაშინვე კალამი დააგდო, ასოს დაწერაც კი არ დაუსრულებია ისე. ეს დაუსრულებელი ასო ნიშანი ყველაზე უკეთესად მეტყველებს მორჩილების შესახებ, რომელიც მას თავისი წინამძღვრის წინაშე აქვს. აი, ამ მორჩილებისთვის მიყვარს მე იგი. სამართლიანად გიყვარს, მამაო, უთხრა ბერთაგან ერთმა. ჩვენს ყველას გვიყვარს იგი, მიუგო მეორე. ღმერთსაც ამ მორჩილებისთვის უყვარს. ასეთი იყო მესამე ბერის დასკვნა.